მოგესალმებით, კოლეგებო. მე არ ამგონია, რომ ქალაქის ქუჩებში სიბილწეების ჩვენება იყოს ნორმალური. არც ის მგონია, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით ამ მართლაც საზიზღრობების გავრცელება იყოს ნორმალური. ამ სოციალურ ქსელებს ყავს უამრავი მომხმარებელი. ამას არამხოლოდ ჩვენ უყურებთ, არამედ უყურებს უამრავი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ მე არ მგონია, რომ ეს იყოს კარგი ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს არაპირისპირებდეს საზოგადოების გარკვეულ წარმომადგენლებს ერთმანეთთან და ეს ხელს უწყობდეს მართლაც რომ სამოქალაქო მშვიდობის დამკვიდრებას საზოგადოებაში. არადა ხელისუფლება უნდა იყოს სწორედ აქეთკენ მომართული და უნდა იყოს მოწადინებული, რომ ამგვარმა სამოქალაქო მშვიდობამ დაისადგუროს საზოგადოებაში. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნებოდა რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა კითხვაზე 1 ოქტომბრიდან მოყოლებული გაეცა პასუხი. ეს არ იქნებოდა რომ საქართველოს ხელისუფლებას სადეპუტატო მანდატებს ამოფარებული ზოგიერთი ავაზაკი მიებრძანებინა იქ, სადაც არის მათი ადგილი. ეს არ იქნებოდა რომ ჩვენ ყველა იმ დამნაშავესთვის თავის დროზე პასუხი მოგვეთხოვა, რომელმაც დაარბია 7 ნოემბერი, რომელმაც მოახდინა 26 მაისი, რომელმაც ცემა დააწამა უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელმაც ცემა ჩვენი კოლეგა კობა დავითაშვილი და ეს საქმე დღემდე არ არის გახსნილი, რომელმაც ცემა სასტიკად ჩემი მეგობარი და კოლეგა და თქვენი მეგობარი კოლეგა ზურა ბაბაშიძე და ეს საქმე დღემდე არ არის გახსნილი, რომელმაც დახოცა ხალხი 26 მაისს და მაღაზიის თავზე შემოაწყო და ეს საქმე არ არის გახსნილი. აი ეს ყველაფერი ბატონებო უმრავლესობიდან რომ თქვენ ბოლომდე მიგეყვანათ ჩვენთან ერთად, როცა ჩვენ თქვენთან ერთად ვიყავით. ეს არაფერი საჭირო არ იქნებოდა და ყველა კითხვას თავისი პასუხი გაეცემოდა. მაგრამ ჩვენ ეს სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, ვერ გავაკეთეთ. ვერც თქვენ ვერ მოაბით ამას თავი. უკვე 1 წელია იმის შემდეგ, რაც ჩვენ დავტოვეთ უმრავლესობა. და ერთი რამე მინდა გითხრათ. ეჭვია შეგეპაროთ იმაში. იოტისოდენა ეჭვია შეგეპაროთ იმაში, რომ თავისუფალი დემოკრატები, რომლებიც 1 ოქტომბრის თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედები იყვნენ, უერთგულებენ 1 ოქტომბრის ღირებულებებს და ნაბიჯს არ გადადგამენ უკან. ამაში იყავით დარწმუნებული ღრმად და ეჭვი ამაში არ შეიტანოთ. მე გთხოვ თქვენ, როგორც კოლეგა და როგორც მეგობარი და გაიხსენეთ ყველა ის დანაპირები, რომელიც გაცემული იყო ჩვენთან ერთად 1 ოქტომბრამდე. ამ დანაპირებებს უნდა შესრულება.